მარიამ, თქვენ ახლა კაცი სწორედ გრიგოლ ილუაშვილის ადვოკატს ხედავთ, რომელიც რამდენიმე წამის წინ გამოვიდა გენერალური პროკურატურიდან და ის ახლა ჩვენს კითხვებს უპასუხებს. ბუნებრივია, საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს, მედიის წარმომადგენლები ველოდებოდით მის გამოსვლას. ბატონ რობერტს გითხარით, გრიგოლ ილუაშვილთან დაკავშირებით რას ამბობს ამ დაკავებაზე და როგორც ვიცით, უკვე იზოლატორში გადაიყვანეს ის. ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ ოფიციალურად ილუაშვილს. მოგახსენებთ, ბატონი გრიგოლი იქნა დაკავებული ბრალდებული სახით, თუმცა ამ ეტაპზე ბრალდების დადგენილება ჯერ არ გაუწევთ, არ ჩაუბარებიათ. ამას აქვს პროცედურები და შესაბამისად ამ პროცედურებს კანონით დადგენილ ვადაში ბრალდება. ჩვენება მისცა როგორია პროცედურები დასჭირდა უბრალოდ დაკავების საქმის გაფორმებას, მის ეტაპირებას, მის გადაყვანას. შესაბამისად არანაირი განმარტება ჯერ ჩვენების სახით არ მიგვიწია, ბრალსაც არ ვიცნობთ და ბუნებრივია ვერ გავაკეთებდით ვერანაირ განცხადებას. თუმცა რატომ ბრალის დადგენილება დაკავების დროს როგორი იყო მისი პოზიცია გვითხარით? პროცედურა არის ესეთი, რომ მხოლოდ და მხოლოდ შედგა დაკავების ოქმი. ბრალდება ჩვენთვის უცნობია, ასევე უცნობია შინაარსი. მხოლოდ ვიცით მუხლი ეს არის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხრთამის აღება. როგორია მისი პოზიცია? უყურეთ, პოზიცია ჯერ არ დაფიქსირებულა და ბუნებრივია მეც ვერ გუმილის უფლებას ელოდებოდა და რატყვა ელოდებოდა გუმილის უფლებას იღებს. ბრალდების შინაარსი ჩვენთვის უცნობია და პროცედურა ესეთია, ის რაც არ ვიცით, ვერანაირ პოზიციას ვერ დავაფიქსირებთ. რატომ გეკითხებათ? ირაკლი გარიბაშვილმა მაგალითად ითანამშრომლა გამოძიებასთან აღიარა ბრალდება, ამის გამო მას არ შეუფარდეს აქვე ღონისძიებად პატიმრობა არ მოითხოვა პროკურატურამ და გირაუშვილმა მდგომობით მიმართა. რას აპირებს გრიგოლ ილუაშვილი? აპირებს თანამშრომლობას გამოძიებასთან. აი ამიტომ გეკითხებით ამას. უნდა ველოდოთ რომ შესაძლოა გირაო იყოს გამოყენებული? კითხვა გასაგებია, კიდევ გეუბნებით, მე მხოლოდ და მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპისათვის ბრალდებას რადგან არ ვიცნობთ, არანაირი პოზიცია არ გვაქვს და ბრალდების გაცნობის შემდეგ, რა თქმა უნდა, გარკვეული პოზიციას დავაფიქსირებთ, უბრალოდ ამ ეტაპისათვის ჩვენ ვიცით მხოლოდ და მხოლოდ ზეპირად ის რა მუხლით და რა კვალიფიკაციით იქნა ბრალდებული დაკავებული. რეაქცია არ ქონია, არანაირი პოზიცია არ გამოუხატა. შეიძლება თქვათ რომ ელოდებოდა ის დაკავებას? თუ გამოკითხვაზე ემონა რომ თუ დაკავებას ელოდებოდა, იმიტომ რომ ელოდებოდა რომ ის იქნა დაბარებული გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მზად იყო მოსულიყო გამოძიებაში და თუ რამე კითხვები იყო დაბარებული. ის იქნა გამოძახებული, შესაბამისად ამ გამოძახების საფუძველზე ჰქონდა მზაობა, რა თქმა უნდა, მოსულიყო გამოძიებაში და თუ კი რამე კითხვები იქნებოდა, ეპასუხა. მოთხოვეს რა გამოდის? კითხვა უნდა დაისვათ და რალის დადგენის შემდეგ უკვე დაკავების ოქმი გააცნეს. ეს არის რაზე დაიბარეს? მოწმის სტატუსი? პროცედურებია ეს დაიბარეს ადამიანი და გადაწყვეტილება მიიღეს მის დაკავებაზე და დანარჩენი. ხო, ამას გეკითხებით. მის ინფორმაციით მიკაუტარეს აქვს და ჩვენება მიცემული. დაკავების შესახებ, რა თქმა უნდა, არ იყო ცნობილი და ვერ იქნებოდა, მაგრამ რომ ცნობილი ყოფილიყო, გრიგოლ ილუაშვილი არ აპირებდა არსად წასვლას და იგი ყოველთვის ჰქონდა მზაობა იმისთვის, რომ გამოძიებაში პირველივე აი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თქვენ თუ ამას გულისხმობთ, ნამდვილად პირველად. რა შეეხება უშუალოდ დაკავების ღონისძიებას? ვიცით რომ დაკავების წინ მას უნდა განიმარტონ რის საფუძველზე და რატომ არის დაკავებული. აი როდესაც გააცნეს და წაუკითხეს, ამბობთ რომ არ იცის რის გამო და რა საქმე არის. რა პოზიცია გაქვთ თქვენ დაცვის ხარისხს და თავად გრიგოლ ილუაშვილს? უყურეთ, საუბარია დაკავების ოლქში არის მხოლოდ მშრალი ინფორმაცია, რომელი მუხლის საფუძველზეა დაკავებული, მაგრამ არა შინაარსი, ხო? ერთია მუხლის სოდნა, რომელიც ღიაა და კოდექსისგან გამომდინარე ისედაც ყველა იცის, მაგრამ მეორეა საქმე შინაარსი. ეს შინაარსი ჯერ უცნობია. რეაქცია როგორი იყო მისი დაკავებაზე? რეაქციაში რეაქცია რა თქვა? პროცედურა კითხვაც არ დასმულა, არავითარი და ეს მისი უფლება რას გამოიყენებს? გუმილის უფლებას იყენებს ესე. არა, ამ ეტაპზე მე
ამ კუთხით ვერანაირი ინტერვიუს ვერ მოხსენთ, ხო აგიხსენით არა? პროცედურა ჯერ უნდა მოვისმინოთ ბრალდება, ეს იზოლატორშია გადაყვანილი გრიგოლ ლილუაშვილი. დიახ. ხო შეხვალთ იზოლატორში უკვე სანახავად. აუცილებლად შევალ, უბრალოდ საათს არ ვიცი ახლა ვერ მოგახსენეთ, მაგრამ აუცილებლად შევალ. პროცედურა გულისხმობს ბრალის საყენებას და გამოძიებელის დაგვიბარება. გრიგოლ ინფორმაცია რომ მის სხვა საქმეში იყო ჩვენება. ხომ არ ქონდა წინასწარ გრიგოლ ლილუაშვილს ინფორმაცია რომ მის საიდან უნდა ქონოდა ჩვენება პატიმრობას ითხოვს პროკურატურა გამონფორმაცია თუ მე ვერ გეტყვით ამას. ბატონო, თქვენ მოусმინეთ გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატს, რომელიც ვერ ფლობს ბევრ ინფორმაციას, ყოველ შემთხვევაში არ საუბრობს ბევრ დეტალთან დაკავშირებით. გითხრა ის, რომ გრიგოლ ლილუაშვილი უკვე წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, ზაჰესში არის მოთავსებული, ასევე გითხრა ის, რომ მას ჩვენება არ მიუცია საგამოძიებო უწყებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ დუმილის უფლებას იყენებს ამ ეტაპზე გრიგოლ ლილუაშვილი, რადგან ადვოკატის შეფასებით მას პოზიცია არ დაუფიქსირებია, როდესაც დაკავების ოქმს აცნობდნენ, გარკვეული პროცედურები დაჭირდა, იზოლატორში გადაყვანეს გრიგოლ ლილუაშვილი, სავარაუდოდ მოინახულებს ცოტახანში უფლებადამცველი და ამის შემდეგ უფრო მეტი დეტალი გახდება გრიგოლ ლილუაშვილის ცნობილი. ამასთან ერთად ერთ დეტალს დაავაზუსტებ, აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით არ აქვს ინფორმაცია ჯერჯერობით ადვოკატს, რას აპირებს პროკურატურა, თუმცა მაყურებელს რომ გაავახსენოთ, ირაკლი ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, ბრალი მან სრულად აღიარა და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც პროკურატურამ აღკვეთ ღონისძიებად ღარიბაშვილის წინააღმდეგ არ მოითხოვა სწორედ პატიმრობა და გირაოს შუამდგომობით მიმართეს სასამართლოს. საინტერესოა როგორ განვითარდება გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მოვლენები. აქვე აუცილებლად უნდა აღნიშნოთ ის ფაქტი, რომ სულ ცოტა ხნის წინ პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა ბუნებრივია სუსის ყოფილი ბოსის დაკავების საქმეზე. ქართული ოცნების წარმომადგენლების პირველი პოზიცია მოვისმინეთ. ახლა მმართველი პარტია ცდილობს, რომ საკუთარ ქართული ოცნების სიძლიერედ გამოაჩინოს ლილუაშვილის დაკავება. არა და ყოველთვის ნათელი არის, რომ ეს რეპუტაციული ზიანი არის მმართველი პარტიის ძალიან დიდი და ახლა ცდილობენ, რომ თითქოს დაარწმუნონ საზოგადოება, რომ კორუფციაზე მხოლოდ კი არ საუბრობენ, საქმეშიც ვლინდება და ეს არის მიზეზი, რის გამოც სწორედ ხელბორკილები დაადეს გრიგოლ ლილუაშვილს. ეს პოზიცია ჰქონდა შალვა პაპუაშვილს, ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ შეგვიძლია ახლა პაპუაშვილის განცხადება მოვისმინოთ. ის სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ მას აქვს უნარი, რომ მათ შორის თუ კი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, ესეც გამოავლინოს. ეს არის სწორი ინსტიტუციური მოწყობის შედეგი, რომ მედავთ პროკურატურა, შინაგანთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არიან ძალიან აქტიურად მოქმედებენ ძალიან აქტიურად იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა შესაძლო კორუფციული ფაქტი. ის აზრით დღეს გენერალურ პროკურორმა ისაუბრა, მათ შორის ერთ საინტერესო დეტალზეც მიუთითებს და ალბათ თქვენც უნდა დაფიქრდეთ ამაზე, რომ როგორც ჩანს, იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული და უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია. ასე რომ მე ამაზე დავფიქრდებოდი, თუ რასთან მქონდა საქმე, როგორც ჩანს, არა, ესეც გვაფიქრებინებს ჩვენ, რომ მათ შორის რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედიაც, როგორც ჩანს, დაკავშირებული ან შეთანხმებული იყო ასე დროს იმისთვის, რომ შესაბამისი მედია გაშუქება ჰქონოდა ან არ ჰქონოდა რაღაც საკითხებს. მე ვერ გეტყვით, თავად კითხეთ, რა იცოდა ბატონ ბიძინამ და რა არ იცოდა, მაგრამ ერთადერთი რაც ვიცი არის ის, რომ როდესაც შესაბამისმა უწყებებმა მიიღეს შესაბამისი მტკიცებულებები, ამაზე ხედავთ, რომ პროცესები დაიძრა და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც ალბათ იქნება საბოლოო ჯამში მიღებული. პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ყველა პრინციპში არის მოწოდების სიმაღლეზე, აკეთებს თავის საქმეს, კორუფციასთან ბრძოლა იქნება თუ სხვა, დანარჩენი ყველა პირს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი პოზიციები განმარტოს სასამართლოს წინაშე. ყოველდღიურ რეჟიმში სახელმწიფო ამტკიცებს, რომ ეს კორუფციასთან ბრძოლა ეს არ არის ქაღალდზე დაწერილი რამდენიმე სიტყვა, ეს არის კონკრეტული ნაბიჯები და დამოკიდებულება ამ პროცესში. მაშასე გრიგოლ ლილუაშვილი უკვე ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში არის გადაყვანილი. სავარაუდოდ ეტაპირება ხდება ახლა სწორედ ზაჰესში სუსის ყოფილი ბოსის. პროკურატურა, როგორც ცნობილი არის, აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. ადვოკატი ამბობს, რომ ჯერჯერობით მას არ აქვს პოზიცია შეთანხმებული გრიგოლ ლილუაშვილთან. რა აღკვეთი ღონისძიების შუამდგომობით შევა დაცვის მხარე სასამართლოში, რა სიტყვის განსასჯელის კამიდან სუსის ყოფილი ბოსი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვას
წარმოადგენდა ჯერჯერობით ბუნებრივია უცნობია ყოველ შემთხვევაში მას არ დაუფიქსირებია ჯერ საკუთარი პოზიცია იმ ხმაურიან ბრალდებებთან დაკავშირებით რაზეც ისაუბრეს მთავარ პროკურატურაში როგორც ადვოკატმა განმარტა მხოლოდ 2 თვის წინ ჩატარდა გრიგოლ ლილუაშვილის სახლში ჭხრეკა არანაირი საწინააღმდეგო ნივთები არ ყოფილა ლილუაშვილის სახლიდან ამოღებული ადვოკატი ირწმუნება რომ არც ოქროს ზოდები და ძვირადღირებული ნივთები არ ამოუღიათ ლილუაშვილის სახლიდან ამოიღეს მხოლოდ ტელეფონი ასევე გრიგოლ ლილუაშვილის ლეპტოპი ფლეშკა მეხსიერების ბარათები და გარკვეული დისკები ეს არის ინფორმაცია რომელიც რამდენიმე წუთის წინ ადვოკატმა მოგვაწოდა სავარაუდოდ სულ ცოტა ხანში უკვე ზახესის იზოლატორში მოინახულებს უფლებადამცველი ლილუაშვილს და შემდეგ უკვე უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი და პოზიცია გრიგოლ ლილუაშვილის ამ საქმესთან დაკავშირებით